დავბრუნდით ეთერში და თუ ჯერჯერობით სოფლიოში ასეთი ძალიან პირდაპირებმა ონკოლოგიურ დაავადებასა და ეკოლოგიას შორის კავშირი არ არის დადასტურებული, ის რომ ცუდი ეკოლოგია ჩვენს გარეგნობაზე მოქმედებს, ამას წყალი არ გაუვა, არაფერი სტატისტიკა და მონიტორინგი ამას არ ჭირდება, იმიტომ რომ ყველა საკუთარ თავზე გვაქვს გამოცდილი, როგორ მოქმედებს დაბინძურებული ჰაერი, ან სულაც უჰაერობა. ჟანგბადი აუცილებელია ჩვენი თუ გარეგნობაზე ვსაუბრობთ, კანისთვის, ორგანოებზე აღარ ვამბობ. თმისთვის, ფრჩხილისთვის და აი ცოცხალი მაგალითი ვარ შემომხედეთ აგერ რაღაც კანი მაქვს ეკოლოგიური კატასტროფა ჩხილებით სულ მენტროება ჩემი კოსმეტოლოგი როდესაც რაღაც მივდივარ ხომ რაღაცას ვუჩივ რა მიშრება სულ მეკითხება ჰაერზე ხარ ანუ ეს ჟანგბადით კვება ასე ვთქვათ არის ძამიშლოვანი და ლოყები უკვე დეფიციტური როდესაც ვთქვათ რაღაცა საშუალებები მოიკოჭლებს რაღაცა საშუალებები არის თავის სიმაღლეზე გულისხმობ ნუტრი კოსმეტიკას რომელზეც დღეს უნდა ვისაუბროთ და ძალიან მაგარი საიტი აღმოვაჩინე ამასობაში, რომელიც ესე უნდა მოძებნოთ make choice.g სადაც შევედი, ამომიგდო კითხვარი ჩემი ჩხილების კანის და თმის შესახებ. მასზე მე კარგად უყავს. ალბათ კარგად უყავს. იწყება ასაკით, იწყება ცხოვრების წესზე გარკვეული შეკითხვებით, საკმაოდ ისეთი დაახლოებით ბევრი შეკითხვა არის. რა გაირკვა ეგ მითხარი შე? აი აქ ამომიგდო ექსპერტის მოსაზრება. ახლა რა სჭირდება შენს კანს, ჩხილებს, თმას. საკმაოდ აი გოგო ხარ? არ უნდა ყველა დეტალის თქმა არ არის საჭირო და მე რეკომენდაციები ცალკე არის, ერთგვარი ზოგადი დიაგნოზი ცალკე არის. ეკრანზეც ხედავთ. კი ბატონო და აქედან გამომდინარე, რაც პრინციპში ისედაც ექიმაც და კოსმეტოლოგმა შეგეკითხოს, როდესაც შენ უნდა გიმკურნალოს ან დაგინიშნოს გარკვეული მკურნალობა, სახლიდან გაუსვლელდეს შეიძლება. მოდი მაშინ ახლა ვისაუბროთ ამ თემაზე, თან მით უმეტესად ყავს დერმატოვენეროლოგი სტუმრად, სერგო დადაშიანი ავერსის კლინიკიდან და ასევე ყავს ნუტრიკოსმეტიკა ვიადერმის მარკეტინგის მენეჯერი ლელა სიხარულიძე. ვისაუბრებთ ამ გვერდზეც და ვისაუბრებთ იმ არჩევანზე, რომელსაც თავაზობს სწორედაც რომ ვიადერმი. გამარჯვებით. აგერ ორ ადგილს ითავისუფლებთ დაბრძანდით. კოსმეტიკაზე გადავიდოდით კონკრეტულად ამ პრეპარატზე ასე ვიტყოდით, ძალიან მოხიბლულები ვართ ამ საძიებო საიტით, იმიტომ რომ ძალიან ისეთი მარტივია ერთის მხრივ, მეორეს მხრივ ძალიან ახლობლურია და მესამე პირდაპირ ამ საიტის ავტორი ასე ვთქვათ და იქნება კომპანია ვიადერმის მარკეტინგი. კი ბატონო და ცოტა ისტორიაზე რო გითხრათ ერთი-ორი სიტყვა რა მოგაფიქრათ ეს დიდი სიამოვნებით. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა, რომ კიდევ ერთხელ მოგვეცა საშუალება თქვენი ეთერის საშუალებით ვიადერმის მომხმარებელს გავაცნოთ ის სიახლეები, რომელსაც ვიადერმი მათ თავაზობს, თქვენ ძალიან კარგად წარადგინეთ. ყველა ძალიან კარგად იცნობს ბრენდს ვიადერმს, რომელიც გახლავთ პირველი ნუტრიკოსმეტიკური ბრენდი საქართველოში. ის ისე შეიყვარა ჩვენმა მომხმარებელმა, რომ სილამაზის კაფსულებს ეძახიან და ეს მართლაც ასეა, რადგანაც ვიადერმის სილამაზის კაფსულები გამდიდრებულია იმ მნიშვნელოვანი ნივთიერებებით, რომელთა დეფიციტის გამოც ჩვენს ორგანიზმში ვითარდება ისეთი პრობლემები, როგორიც არის მაგალითად აკნე, კანზე გამონაყარი, სიმშრალე, თმის ცვენა, დაყოფილი ბოლოები, მტრევადი ბჭყილები. ანუ ეს ძალიან აქტუალური პრობლემებია, რომელსაც ძალიან ეფექტურად აგვარებს ვიადერმი. ძირითად შემთხვევებში მაინც იყენებენ ხოლმე გარეგნულ საშუალებებს, გარეგანი გამოყენების საშუალებებს, მაგრამ ავიწყდებათ მთავარი, რომ გარეგანი გამოყენების საშუალებები როგორც წესი მოქმედებს გარეგნულად და აქვს ძალიან მოკლე ეფექტი. რადგანაც როცა არსებობს პრობლემა, რა თქმა უნდა, როცა არსებობს ისეთი პრობლემა, როგორიც არის აკნე, ვთქვათ, რომელიც არის ძალიან შემაწუხებელი, ხო? გამონაყარი და ასე შემდეგ, ეს არის ისეთი პრობლემები, რომლის კერაც უნდა ვეძებოთ ორგანიზმში. რა თქმა უნდა, ორგანიზმის შიგნიდან. სწორედ ამ კერასთან ბრძოლას უზრუნველყოფს ესეთი უნიკალური შემადგენლობის მქონე ვიადერმი, რომლის სილამაზის კაფსულები უკვე აპრობირებულია, გამოცდილია ჩვენს მომხმარებლებში და აქვს ფანტასტიკური შედეგები, არა მხოლოდ კანზე, თმაზე და ფრჩხილებზე, ზოგადად ჯანმრთელობაზე. და სწორედ
სწორედ ამიტომაც სილამაზის კაფსულებს რომ ეძახით, სულ ვფიქრობ, რომ სილამაზის და ჯანმრთელობისაც არის ეს კაფსულები. რა თქმა უნდა, სწორედ ამან გვიბიძგა, შეგვექმნა ვებგვერდი Make Choice-ი, რომელიც ნამდვილად ეხმარება არამხოლოდ ქალბატონებს იზრუნონ სწორად საკუთარ ჯანმრთელობაზე და სილამაზეზე. და თვითონ მესიჯი სილამაზეზე ზრუნვა იწყება ჯანმრთელობაზე ზრუნვით ძალიან კარგად და პირდაპირ ამბობს ძირითად სათქმელს. აირჩიე სილამაზე, სილამაზე შენშია. შესაძლებელია რომ აი როგორც ახლა გვანცამ უკაცრავად გვანცა როგორც ახლა გვანცამ შეავსო თქვათ შეავსო ეს ტესტი ონლაინ შემდეგ თქვათ ამობეჭდა და უკვე კოსმეტოლოგთან ექიმთან მიხვიდეთ მზა იმითი რა ქვია თქვათ იგივე თქვენს კოსმეტოლოგთან ექიმთან თითქოს წინასწარ დიაგნოზი დაიცვადებ თქვათ იმან გადაამოწმოს და ეს შენ რომ მოემზადო კარგად და შენ იცოდე შენ თავზე მეტი ხო მაგრამ ექიმის garaში და კოსმეტოლოგის garaში მე მგონი მაინც აქვე მინდა გითხრათ რომ ამ ვებგვერდის Make Choice-ის შექმნაში და რომელშიც ინტეგრირებულია სპეციალური ტესტი მონაწილეობდა ძალიან გამოცდილი კონსულტანტების, დერმატოლოგების, კოსმეტოლოგების ჯგუფი. შესაბამისად, როდესაც მომხმარებელი შედის ვებგვერდზე, ავსებს ტესტს, იღებს სწორედ ისეთ, ესე ვთქვათ, რეკომენდაციებს და რჩევებს, რომლებიც ნამდვილად გამართულია, როგორც სამედიცინო თვალსაზრისით, ასევე ძალიან ადვილად აღსაქმელია მომხმარებლისთვისაც. ამიტომ ეს ინფორმაციას გვაძლევს. ალბათ ბატონო სერგოს შეუძლია ამაზე გაგვცეს პასუხი. რა ინფორმაცია შეიძლება მივიღოთ ამ გვერდისგან, იმიტომ რომ ხშირად არ ვიცით როგორი კანი გვაქვს ხო დაუშვათ რა ჭირდება ჩვენს როგორი მოვლის საშუალებები ჭირდება ჩვენს კანს და დაუშვათ რა ტიპის დახმარებას გაგვიტანდა ვიადრემი. ასეთ ინფორმაციას მოვიპოვებთ იქ ბატონო სერგო. და თქვენ თუ იღებთ მონაწილეობას აი ამ კონსულტაციებში როგორ? არა, მონაწილეობას ვებულობდი ნამდვილად. უბრალოდ ალბათ ამ საიკეთოს შეგვიძლია თქვენ უფრო განსაზღვრავთ თქვენი კანის სტრუქტურას, პრობლემატიკას, რომელიც შეიძლება იყოს თქვენ შემთხვევაში კონკრეტულად. ასე რომ ეს შეიძლება კანის შემეცვალოს დროთა განმავლობაში ერთი ტიპიდან მეორე ტიპში გადავიდეს? არასწორი მოვლიდან, იგივე ეკოლოგიით. ანასაკით. იმიტომ რომ მაგას კი, ანასაკით ნამდვილად. მეგონა რომ ქონა დაუშვათ ცხიმიანი და აღმოჩნდეს რაღაც სხვა. არა, რეალურად ძალიან იშვიათად არის რომ კანი არის მხოლოდ ცხიმიანი ან მხოლოდ მშრალი დაუშვათ. ხშირად შემთხვევაში ეს არის რაღაც კომბინაცია, კი ბატონო, ამა თუ იმ ზონების. შესაბამისად, შიდა და გარე ფაქტორები თავისთავად მოქმედებენ კანის სტრუქტურაზე, მის შეცვლაზე და ეს არა მხოლოდ ჩვენგან დამოუკიდებელი პროცესია, არამედ ისეთი პროცესია, რომელიც ჩვენ შეგვიძლია ვმართოთ. ანუ დავეხმაროთ ჩვენ კანს, თუნდაც იგივე ვიადრემზე რომ ვისაუბროთ, მაგალითად, მის შემადგენლობაში შედის ძალიან საინტერესო ნივთიერებები, ფურისულაზეთი და ბიოტინი, რომელიც შეიძლება ცალკე აღებულ სიტყვად მაყურებლისთვის არაფერს არ ნიშნავდეს რეალურად, მაგრამ კოლაგენი და ელასტინი ალბათ ყველას ხმენია განსაკუთრებით ქალბატონებს. ხო და ზუსტად ფურისულაზეთი და ბიოტინი ასტიმულირებს ამ ორი ნივთიერების გამოყოფას ჩვენ კანში, რის შედეგადაც ჩვენ ვღებულობთ არა მხოლოდ კანის, არამედ კანის დანამატების სტრუქტურალურ გაუმჯობესებას. მე ძალიან მეცნო და ძალიან მესიამოვნებო, რომ ჰიალურონის მჟავა შედის აი ეს რა არის, ეს ახლა ჩინური არის ჩემთვის და საფონდო სიტყვა ახსენეთ ახლა თქვენ განსაკუთრებით მანდილოსნებისთვის. ამ დროს გავიწყდება ხოლმე რომ ცოცხალი მაგალითი ვარ ყველა იმ სიმპტომატიკისა, რაც თქვენ გაქვთ ჩამოწერილი. მოუწოდოთ თუ არა მამაკაცებს რომ ასევე გამოიყენონ და მათთვისაც არის ეს თუ არა? თავისთავად, იმიტომ რომ უბრალოდ როგორც წესი, როდესაც ვსაუბრობთ მოვლაზე, რატომღაც საქართველოში ძირითადი აქცენტი მაინც ქალბატონებზე ხდება და მანდილოსნები უნდა იყოს და არა, კაც მოვლა რაც უნდა. მაგრამ რეალურად ნამდვილად არანაირი შეზღუდვა არ არის. სქესის მხრივ დაუშვათ და აი კი მინდა გკითხოთ, მართალია თქვა დააკეთე გამონაყარი ვახსენეთ აქ, მაგრამ მაინც მოდით ვთქვათ, ეს რაღაც უნივერსალურია, თუ აქვს გარკვეული უკუჩვენებები რაღაცა სიმპტომატიკის დროს და თუ არის შესაძლებელი ვთქვათ საპრევენციოდ გამოყენება. უკუჩვენებები თუ გვერდითი მოვლენები ორივე. და საპრევენციოდ თუ შეიძლება გამოყენება ვთქვათ სეზონურად მაგალითად. თავისთავად, იმიტომ რომ აქ არ მიდის საუბარი მედიკამენტზე, საუბარი ეს მინდა რომ გამიჯნოთ, რომ ეს არ არის მაინდამაინც მედიკამენტი. დიახ, ეს საკაბიდან ის ბიოლოგიურად აქტიურ დანამატზე, რომლის მიღებას რეალურად ექიმის დანიშნულება არ ჭირდება. როდესაც საუბარი არ გვაქვს პათოლოგიაზე, ხო? უბრალოდ ექიმის დანიშნულება პათოლოგიას დაჭირდება შესაბამისად. ამიტომაც თავისთავად პრევენციის თვალსაზრისით, თუნდაც იმისთვის, რომ გავაუმჯობესოთ ჩვენი კანის სტრუქტურა 12 წლის ასაკიდან
ქალბატონებმაც და მამაკაცებმაც შეიძლება სეზონი გითხოთ. აი მაგალითად ყველამ ვიცით რომ გაზაფხულზე ეს რაღაც გამოფიტვა ორგანიზმს ახასიათებს. აი როდის უნდა დაიწყოს თქვათ ადამიანმა მის მიღება რომ გარკვეულწილად დაიცილოს თავიდან ან მსუბუქად გადაიაროს ეს პროცესი. ვიდაიდან ეფექტი ადგება ერთ მომენტიანად ხო მიღების თანავე დროშად შესაბამისად სარსულელია რომ წინასწარ მოხდეს შემზადება ანუ თუ კი ლაპარაკი მიდის დაუშვათ მზის სეზონისთვის ხო გაროჯვის სეზონისთვის მომზადებისთვის ალბათ კარგი იქნება რომ სადღაც აპრილის საერთოდ მაინც წელიწადში ორჯერ არის რეკომენდებული მისი მიღება და მაინც კურსი რას გულისხმობს ერთ კოლოფს თუ რას არა და ეს სამი სხვადასხვა კოლოფი რომ არის ორი სხვადასხვა რეალური რაღაცაში ხდება ეს არის სტანდარტული კურსი შეადგენს ერთ-ორ თვეს ანუ ეს არის ეს კურსი რომელიც შეიძლება თამამად მიიღო და ნელა გითხარით ფერების ივარაუდო კარგი ეფექტი შეგვახსენეთ ფერებს შორის განსხვავება მოდით სანამ ფერებს შორის განსხვავება შეგახსენებთ ხო მე გეტყვით აი თიკამ დაასვა რომ თქვა არ ვიცი როგორი კანის სტრუქტურა მაქვს ხო ამ შემთხვევაშიც რა თქმა უნდა Make Choice G არის საიტი რომელიც გვეხმარება დიახ გაგარკვევთ თუმცა თუ წინასწარ არ იცით როგორი სახის ტიპი გაქვთ ან როგორი თმის სტრუქტურა გაქვთ სილამაზის ექსპერტი ჩვენს მომხმარებელს თავაზობს სპეციალურ აქციას, რომლის ფარგლებშიც შესაძლებლობა ექნება უფასოდ მოვიდეს, გაიაროს კონსულტაცია და მიიღოს კანისა და თმის დიაგნოსტიკა. შერჩეული გვაქვს ორი ლოკაცია აქციის ფარგლებში. ეს გახლავთ ფარმსახლის აფთიაქის ორი ფილიალი, თბილისსა და რუსთავში, რომ მოცვა იყოს მაქსიმალური. თბილისში ეს გახლავთ გამსახურდიას გამზირი 14 ნომერი, ხოლო რუსთავში ეს გახლავთ შარტავას ქუჩა ნომერი 6. აქცია რამდენი ხანი იქნება? 7 დღის ფარგლებში მიმდინარეობს 23 მაისის ჩათვლით და ამ აქციის ფარგლებში გარდა იმისა, რომ თქვათ უფასო დიაგნოსტიკა ექნებათ კანისა და თმის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რადგან ჩვენ საუბრობთ, რომ სილამაზე იწყება შიგნიდან, ჩვენ სწორედ Make Choice G-ზე დარეგისტრირებულ მომხმარებელს ექნება საშუალება ვიადერმის სწორედ ერთი თვის კურსი, ანუ ორი კოლოფი შეიძინოს სპეციალურ ფასად, აბსოლუტურად განსხვავებულ ფასად, იმისათვის, რომ იყვნენ უფრო ლამაზები, კონდეთ ჯანსაღი კანი, უნაკლო ფრჩხილები და დიახ, ეხლავე აკითხეთ. ვარდისფერი, როგორც ეძახიან ხოლმე, ეს გახლავთ ვიადერმი კანის სილამაზე, რომელიც უზრუნველყოფს კანის დატენიანებას, ნაოჭების პრევენციას, კანის სტრუქტურის გაუმჯობესებას, ანუ ეს არის ძალიან ცეთი ქალებისათვის ძალიან განკუთვნილი და პირდაპირ სილამაზის ელექსირი შეიძლება ითქვას, ხოლო ვიადერმი კომპლიტი ეს გახლავთ სილამაზის სამი ეფექტი. ანუ ვიადერმი კომპლიტი უზრუნველყოფს უნაკლო კანს, ანუ ანთებითი გამონაყარის პიგმენტური ლაქებისა და ასე შემდეგ. აკნეს დროს ძალიან აქტუალურია ასევე და რაც მთავარია კომბინაციაში უზრუნველყოფს თმის სტრუქტურის გაუმჯობესებას, ფრჩხილის სიგლუვეს, თქვათ, მტრევადობის პრევენციას. შეიძლება მიხდით რომ მე არაფერი არ მეშველება თმასთან დაკავშირებით. შობიარობის შემდეგ, როდესაც თქვათ ეს ძალიან გამოფიტულია კანი და ბევრი საჭირო ნივთიერებების სხვა მიმართულებით გადაიტყორცნება, არის ძალიან კარგი და ლაქტაცია უკუჩვენება ხო არ არის? ორსულობა ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული, დიახ. თუმცა, როგორც კი თავს ვანებებთ ლაქტაციას, რა თქმა უნდა, გამომდინარე იქიდან, რომ როგორც აღვნიშნე, ყველა ის მნიშვნელოვანი ნივთიერება შედის, რომელიც ძალიან სწრაფად აღადგენს ჩვენს ორგანიზმში დეფიციტს, იგივე კოლაგენისა და ელასტინის, არის პირდაპირ მისწრება შეიძლება. ნამდვილად მისწრება, რომ კანის ელასტიურობა დაგხვდება. ექიმს მინდა ვკითხო, საუბრობდით ეკოლოგიის ცუდ გავლენაზე ჩვენს კანზე, თმაზე და ფრჩხილზე. ვამეტებთ თუ არ ვამეტებთ, როდესაც ამას ვამბობთ? და საერთოდ საჭიროა თუ არა დახმარება ამ კუთხით, ეკოლოგიის გავლენისგან დასაცავად. ჰაერი, ეს გამონაბოლქვი. ალბათ არ ვამეტებთ, იმიტომ რომ გარემოს ნამდვილად უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს და რეალურად განაპირობებს, ვინაიდან კანი რეაგირებს ნებისმიერ გარემოს ცვლილებებზე, შესაბამისად მავნე ნივთიერებები. ერთადერთი ბუფერია ბოლოს და ბოლოს გარემოსა და ჩვენ შორის. პირველ დარტყმას პირველი და მთავარი ნამდვილად კი ბატონო, ამიტომ აქვს გამომუშავებელი ამდენი დაცვითი მექანიზმი და შესაბამისად ამდენი ტიპის რეაქცია არსებობს კანის მხრიდან
გარკვეულ ზემოქმედებებზე მოქმედებებს. ხო, და ალბათ თქვათ ეს კანის ონკოლოგიური დაავადებების თქვათ გარდა მზის ზემოქმედების და ასე შემდეგ ამასთანაც აქვს გარკვეული. ალბათ იქნება რაღაცა გარკვეული. ვერდითა მოვლენებზე ცოტა ვისაუბრეთ. არის თუ არა საფრთხე იმის, იმიტომ რომ საერთოდ როდესაც ესეთ პრეპარატებზე არის საუბარი, არის მოსაზრება თითქოს წონაში მატება შეიძლება გამოიწვიოს მსგავსმა დამატებულმა. ანუ რეალურად თქვენ სტანდარტული კითხვა დასვით, რომელსაც მისვავს ყველა პაციენტი აბსოლუტურად. აბა, სტანდარტული პაციენტი ვარ, ექიმთან ხარ. ძალიან ლოგიკური კითხვაა რეალურად, მაგრამ ნამდვილად არ იწვევს, იმიტომ რომ ჯერ ერთი ძალიან მაღალი ხარისხის პრეპარატია, რომელიც შექმნილია იმის გათვალისწინებით, რა კონტინგენტთან ექნება საქმე, ესე ვთქვათ, თვითონ პრეპარატს. ვინაიდან ძირითადად აუდიტორია არიან მაინც და მაინც ქალბატონები, თუმცა მამაკაცები, რომლებიც ზრუნავენ თავის გარეგნობაზე, ეს მომენტიც თავისთავად გათვალისწინებულია და მინდა გითხრათ, როგორც თეორიული მხრიდან, ასევე პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე, რომ არც ერთ პაციენტს ჯერ არ ქონია მსგავსი პრეტენზია, რომ ან წონაში მოემატა, ან მადა მოემატა და უშვა. მაშინ თმები მე დამიტოვე, რა კითხვასაც ყვებავს და აგერ ფოლიკულებზე მოქმედებს, ყველგან ხوارა მოგოხავს ამ ჯამრთელ და ნეტავი ამომიყვანოს, მინდორეთმა, ნეტავი გამომიყვანოს. გითხრათ, რომ ყველა კომპონენტი ისია გათვალისწინებული სილამაზის კაფსულებში, ესე ვთქვათ, რომ პირიქით მეტაბოლური პროცესების და ნივთიერებათა ცვლის რეგულირებას უწყობს ხელს. შესაბამისად, არანაირი გვერდითი ეფექტი ამ თვალსაზრისით არ აქვს და 12 წლიდან არის შესაძლო მისი მიღება, ანუ მაქსიმალურად უსაფრთხოა. არ საჭიროებს ექიმის დანიშნულებას, ამიტომაც იგივე აქციის ფარგლებში ვთქვათ, ხო შესაძლოა ბევრს გაუჩნდეს ეს კითხვა. აქციის ფარგლებშიც აბსოლუტურად დანიშნულების გარეშე შეუძლიათ მობძაძნენ და შეიძინონ და გაიარონ კონსულტაცია. რა თქმა უნდა, წელიწადში რამდენჯერ? ეს ერთი ან ორი თვე ორჯერ შეიძლება თავისუფლად. იგივე გაზაფხულის შემოდგომაზე დაუშვათ. ვიდრე ჩვენ საუბრობდით, გადიოდა კადრები და აპარატი ჩანდა. ეს ის აპარატია. ხო, რაღაც სახეზე დაატარებდნენ ქალბატონის. სპეციალური აპარატი, რომლის დახმარებითაც მოხდება კანისა და თმის დიაგნოსტირება, ისევ და ისევ მეიქ-ჩოისშიზე დარეგისტრირებული ჩვენი მომხმარებლისათვის ამ აქციის ფარგლებში 7 დღის განმავლობაში შეეძლებათ მოვიდნენ და ნამდვილად აქვე მინდა ვთქვა, რომ აი თქვენ რამდენი კითხვა გაგიჩნდათ გადაცემის მიმდინარეობის პროცესში და წარმოიდგინეთ მთელი აქციის და არამხოლოდ აქციის ფარგლებში ჩვენს მომხმარებელს ჩვენს ოფიციალურ Facebook გვერდზე რამდენი კითხვა უჩნდებათ. ამიტომაც აი ამ ჩვენი აქტივობის ფარგლებში ვგეგმავთ 29 მაისს გვექნება Facebook არხის დახმარებით Facebook Live-ი, სადაც თქვენს ასევე ჩვენს დაინტერესებულ მომხმარებელს ნებისმიერი მისთვის საინტერესო კითხვის დასმის საშუალება ექნება და ისევ და ისევ ბატონი სერგო შეძლებს რომ გასცეს ყველა მათ სასურველ კითხვაზე პასუხი. ბატონი სერგო ძალიან დატვირთული იქნება, მე მგონი, იმიტომ რომ ძალიან დიდი რაოდენობის მომხმარებელი შემოვა და უამრავ კითხვას დასვავს, იმიტომ რომ რამდენიმე კითხვა გვაქვს ახლა ჩვენ, რომელსაც ალბათ ვერ მოვასწრებთ და არა უშუალოდ მეცნების სეზონთან დაკავშირებით, თქვათ, უფრო პრაქტიკული, გარდა ვთქვათ აი ამ დანამატებისა, ეხლა ძალიან აქტუალურია ალბათ და ყოველ სეზონზე ეს თმისცვენის თუ კანის რა იყო? არა, მართლა ესე არის. ჭხილის მტრევის იყოს ლევას რო. ხო, იცით აი ჭხილებთან დაკავშირებით სწორედ მინდა და მეკითხა, რაღაც თითქოს ყოველთვის უჭირს ადამიანს კავშირი დაინახოს, რომ ახლა მე რაღაცას დავლებ და ეს ჭხილები უცბად გამიმთელდება და ძალიან ლამაზ ეფექტს მიიღებს. ნამდვილად ვერც მოხდება. თქვათ, ამბობენ ხოლმე, რომ ეს რაღაცა კონკრეტული ვიტამინების ნაკლებობით არის გამოწვეული და კონკრეტულად ის ვიტამინი უნდა შეივსო, რომ ეს ჭხილები აღარ დაგემტრეს. აქაც შედის ეს ყველანაირი. ნამდვილად იდეალურად დაბალანსებული ფორმულა, ამიტომაც ჭხილს და თმას ნამდვილად მოუხდება. რაც შეეხება ერთმომენტიან ეფექტს, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით. საქმე იმაშია, რომ ხელზე ჭხილის გაზრდა სჭირდება 2-დან 3 თვემდე, ფეხზე 3-დან 4 თვემდე. შესაბამისად, დღეს მიღებული ნივთიერებების რეალური ზეგავლენა გამოჩნდება, ну, როგორც მინიმუმ თვენახევარი 2 თვის შემდეგ. ამიტომაც ძალიან ხშირად თუ ამას არ უხსნი პაციენტს, უბრალოდ კავშირს ვერ ხედავს, ხო, რაღაცა დალია. თან ქართველები ძალიან სულ სწრაფები ვარ და იმ სუჩი ნამდვილად კი ერთ კვირაში რა არის ეს სამაია პრობლემა აი გაზაფხულზე განსაკუთრებით უკაცრავად ასეთი დეტალების უნდა ჭხილების დაჭრის დროს უცებ ჩასკდება ხოლმე ჭხილი ბოლომდე. ოღონდ ეს რაღაც სეზონური არის. ძალიან ტკინეული პროცესია და მუდმივად რაღაცა აჩიკონვა სწავლა სხვა შორის რომ უნდა მოვიკლიბო და არა ეს არა. აი ზუსტად კოლაგენის და ელასტინის აღდგენაზე მიდის საუბარი, როცა გავსი პრობლემები გვაქვს და არა კალციუმის.
ძალიან დიდი მადლობა. მოკეთ ინფორმაცია მოგაწოდეთ. იცით უკვე თქვა ამ აქციის შესახებაც, რომელიც ვიადერმა თავის საიტის მოწესდეთ. დაგეგმა საიტის მოწესდეთ. კიდე უნდა ჩავუჯდე ხა კარგად. ჩავუჯდეთ აი მე ჩვენ კი უნდა ჩავუჯდეთ ახლა ინტერვიუს, რომელიც შედგება რეკლამის შემდეგ. უნიჩი არის მუსიკოსთან დაკავშირებით. თან ერთად ასე მე და ნინა მივწადებით ამ შეხვედრით. იმედია თქვენ.